გამარჯობათ, ეს სტუდია ანტიბიოტიკია, მე ოთარევიშვილი ვარ, დღეს ჩვენი სტუმარია სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი ირმა გორდელაძე. გამარჯობა ირმა, მადლობა სტუმრობისთვის. ასევე ირმა არის სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელი და ასევე გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკოს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ხო, სწორად ვამბობ ირმა. შენ არ შემირჩიე მაგის სათაური. ხო. ნათლია შენ არ ხარ? ერთ-ერთი ნათლია მე ვიყავი მაგ ორგანიზაციის. დღეს ირმა მოგიწვიეს სხვა ამბლუაში, ანუ დღეს გვაინტერესებს შენი აქტივიზმი გარემოსდაცვის მიმართულებით, იმიტომ რომ შენ იყავი ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეკოზე ვსაუბრობ ეხლა, რომელიც მუშაობდა გარემოსდაცვით თემებზე და საკმაოდ წარმატებულათაც, როგორც ვიცი. მინდა რომ მოგვიყვე ორი სიტყვით, ანუ ჩვენი მიზანი ამ განაცემის მოგეხსენება არის ის, რომ მოქალაქეებს, ჩვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ თუ რას აკეთებდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორ ეხმარებოდა თითოეულ მოქალაქეს, როგორ ეხმარებოდა ქვეყნის განვითარებას და რა წვლილი შექონდა ამ ქვეყნის ზოგადად დემოკრატიზაციის პროცესში. ამიტომ რამდენიმე სიტყვით რო გითხრა როგორ დაიწყე სამოქალაქო აქტივიზმი გარემოსდაცვის მიმართულებით და ეკოს შესახებაც რამდენიმე სიტყვა რო გითხრა. ხო, ოთარ ახლა ის გამახსენდა, როდესაც დავუშვათ ეს აქ პროევროპულ, ესე ვთქვათ, ევროპულ თემებშიც რომ ხედავენ და რაღაცა გარემოსდაცვით თემებში რა ყველგან ეკვეხება, აი ხალიო და იმიტომ ეკვეხები რომ ეკოაქტივისტი ვარ. ასე რომ თავიდანვე და შენი აქტივიზმი ეკოაქტივიზმიდან დაიწყო. ეკოაქტივიზმიდან დაიწყო და ეხლა თუ მოგვისმენენ იცოდნენ რომ ეკედან დავიწყე და იმიტომ ვარ ყველგან გაგვეხებული და ეხლა რაც შეეხება იმას დაახლოებით 2018 წელი იყო, როდესაც ჩემი უნიკალური სოფელი ლიხაური მდინარე აჭისყლით და შემოვიდა ეს სამდინარების მაოხრებლები ქვაღორღის ეს წარმოებელი კი არა, ვანდალურად ესე ვთქვათ მომპოვებლები და საერთოდ არ ვიცოდეთ რა იყო და მოკლედ სოფელი დავდექით მაშინ ძალიან მაგრად რომ ეს გაგვეჩერებინა ეს კარიერები და მე მივყევი ესე რომ ვთქვათ უცებ პირდაპირ პარტიზანული ჩახტომები იყო ესე ვთქვათ მდინარეზე და იქ ძალიან მაგრად დავდექით და ანუ პრეცედენტი დადო ლიხაურმა და ლიხაურელებმა და მე უკვე აი ეს რომ მოვაგვარეთ ჩვენ სოფელში მე უკვე სხვას მთელ 58 კარიერი იყო გურის რეგიონში და რო გითხრა რომ რა პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას ეს კარიერები და ეს ვანდალური მოპოვება რა თქმა უნდა და მე უკვე სხვა სოფლებიც გვიძახოდნენ და რომ დაგვიძახენ ამ სხვა სოფლებმა მარტო პარტიზანული ესე ვთქვათ ბრძოლებით ეს არ გამოვიდოდ და მე ჩემმა მეგობრებმა მე დავჯექით ჩვენც იყავი მათ შორის გრიგოლი, ლევანი, ხინთიბიძე დავჯექით და საია იყო ჩვენი თამას ტრაპაიძე და მოდი ერთი შევისწავლოთ რა ველია რა ხდება რატოა ესე დაბომბილი მთელი სოფლები და მთელი მდინარეები და ნელ-ნელა მე უკვე ჩამოვყალიბდით გარემოსდაცვით ორგანიზაცია ეკოთ და ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია რა თქმა უნდა კონსულტაციებში წვანი ალტერნატივა საიამ და მივცხეთ მოკლედ ეს თემა და თემა დღესაც იგივე სიტუაცია გრძელდება და რატომ გრძელდება ამას გეტყვით თემა იყო ის რომ ფაქტიურად უკონტროლოთ კორუფციის დიდი ესე ვთქვათ ბუდი არის მდინარეებზე ესე ვთქვათ ქვაღორღის მოპოვება და ეხლა ვინმე არ დამიწყოთ რომ თქვენ ესე ვთქვათ ყველაფრის წინააღმდეგ და რაღაცა იმენი თქვენი დედაცვატი რამდენიმე წინააღმდეგი არ იყო მაგრამ აქ თემა იყო და არის დღესაც ის რომ გარემოს აოხრებენ, მდინარეებს აოხრებენ, აქ არანაირი კონტროლი არ არსებობს. ჯერ მოდი დავიწყოთ იქედან, რომ თვითონ გარემოს დაცვითი ინსტანციები, სამინისტროა თუ წიაღის ეროვნული სააგენტოა, სუფთა კორუფციის ბუდია, აბსოლუტურად ლიცენზიებს აძლევენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაგებაში არ არიან, როგორ მოიპოვენ. ხომ არის ქართულ კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში წყლით სარგებლობის კანონმდებლობა, წიაღის მოპოვება. ვინ უყურებს შენ ჭირიმე კანონმდებლობა, ფულის საჭრელი ბარბარიზმი თუ სტანოკია ბარბარიზმი რო ვთქვა და ეს კორუფციული ჯაჭვი ადის ზემოთ. იგივე ითქმის ჰესებზეც, ხო? ხო ვიცით ახლა ყველა პარლამენტარის ან ყოფილი სუსის ჩინოვნიკის ესე იგი ჩინოვნიკი ვინც არის, მათია ეს ხო, ამას ინევზე ვნახე, შევხვდა ნიუსი, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის თვისამბები არ იყოს, გელა რო არ იყოს და გელას ესე თქვათ ეს ჟურნალისტური გამოცემები კოლოსალური. და ბჭყალებში საერთოდ არაა კორუფციული ნიშნები. ეხლა ხო და ერთი მინისტრი და დეპუტატია. ის რომ საერთოდ შემოსავლებიც დამალულია
ანუ ბიუჯეტშიც არ შედის ფული. პლუს ამას უცოდინარ ხალხს აძლევენ. პლუს ამას მე შავი სამყაროც განაგებს ამას და წილები რა თქმა უნდა მიდის კლანები კლანული მართლობა. მე როდესაც ირჩევენ და მოდიან მერები მერის ესე ვთქვათ ხმებისთვის დარბიან ეს მეხრეშეებს უძახი მე ეს მეხრეშეები დარბიან და მე ის მერი როგორც დღეს ხდება ოზურგეთში და როგორც ხდება ჩოხატაურის მდინარეებზე შვენიერ კარგად ესე ვთქვათ აძლევენ საშუალებას რომ ესე ვთქვათ ჭამეთსვი და ამ დროს თემა არის ის რომ ჩაგეკითხები ანუ სახელმწიფო ინსტანციები რომელიც ევალება რომ შეამოწმოს გააკონტროლოს ესე არა ანუ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ რომ სახელმწიფო ინსტანციები რომელსაც ევალებათ ამ სიტუაციის კონტროლი საერთოდ მინებებული აქვს თავი და არ აკონტროლებენ ეს სიტუაცია ესე იგი სახელმწიფო ინსტანციები გარემოსდაცვითი ინსტანციები და ზედამხედველობა რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ამის კონტროლზე თვითონ არიან კორუფციულ გარიგებაში იმიტომ რომ ჩემს ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივ მედია საშუალებებთან ერთად რამდენჯერმე ყოფილვარ ათეულობით მდინარე სუფსაზე, მდინარე ნატანებზე, მდინარე ბჟურზე ისეთი სიტუაციები იყო და ისეთი ხალხი ხვდებოდა იქ რომ პოლიციის საშუალებითაც ჩავდიოდა ეს ყველაფერი დევს ჩვენს ეკოს გვერდზე გადავარჩინოთ გურის მდინარეები და ეს ნიუსები ყველაფერი დევს და ანუ თემა იყო ის რომ შესაძ გამოვიძახებდით ესე თქვა გარემოსდაცვის ზედამხედველობას ის იყო ფაქტურად უფუნქციო უბრალოდ მოვიდოდნენ წავიდოდნენ და მეტივე გამოჩნდებოდნენ სელფებს გადაიღებდნენ ხო გამოჩნდებოდნენ და გამდიდრდა ყველა ადგილობრივი ზედამხედველობის ესე ვთქვათ ხელმძღვანელები ესე ვთქვათ ამ კარიერების ესე ვთქვათ წილში შემდეგ სამინისტროს შესაძაც ესე ვთქვათ ანწიაღის ეროვნულ სააგენტოს მოვთხოვდით რომ აი აქ კანონდარღვევა აქ უკონტროლო მოპოვება არ შეიძლება აი ესე აი როგორი რაღაცას აკეთებენ დღემდე ესე იგი მდინარეს გადააგდებენ იქეთ მხარეს ამოიღებენ მე აქეთ გადმოაგდებენ მეორე მხარეს ამოიღებენ იქ კასკადებს უკეთებენ სანაპირო ზოლიც მიაქვთ ფაქტიურად მდინარეს არ დაუტოვეს მოსაჭიდი მე როგორც ვიცი რაღაც მოსახლეობას მიწებით წაართვა მოსახლეობას გადამავიწყდება სილაუში მოვიდა ერთი ადამიანი რომ 6000 მეტრი მიწა ვერ უნახეო მითხრა და კარიერული წარმოების შედეგად მდინარე სუფსაზე დღესაც ხდება რა თქმა უნდა იქ და მდინარე ნატანებს დედა არყავს ესე იგი აჭარაში თუ რაიმე ესა ავტობანი დაიგო მე წინააღმდეგი კერვაკაცო ავტობანი მაგრამ ზომიერად იმიტომ რომ მდინარე უნდა შეიფსოს ხო ის ნატანების დაცვით აქვს საუბარი და ბარბაროსულად არანაირ და ყოველთვის რასაც ვითხოვდი ითხოვდა ეკო იყო ევროპული სტანდარტები გარემოსდაცვითი ევროპული სტანდარტები რომ ამის კონტროლი მომხდარიყო რომ ერთ და იმავე ადგილზე ლოკაციაზე არ შეიძლება ესა ლიცენზიის გაცემა რომ მდინარეს უნდა მიეცეს საშუალება რომ ის ნატანი მდინარეს აქ ამისთვისება რომ ნატანი შეიფსოს არ უნდა მომხდარიყო მდინარის კალაპოტის შეხება ანუ მისი ნაპირის ჩამორეცვა იმიტომ რომ წყალდიდობების და ღვარცობების დროს იმიტომ რომ მდინარე გიჟივითაა და 1000 უბედურება ხდება და მეწყერული პროცესები იმიტომ რომ მოსაჭიდი არ დაუტოვეს იმიტომ რომ მოსაჭიდი უნდა დაუტოვო და მე ეროზია დაეწყო გრიგოლეთში სანაპირო ზოლს იმიტომ რომ ძირითადი სანაპირო ზოლის მასაზრდოებელი არის მდინარე სუფსა და მდინარე ნატანები და რა ქნეს თო იცი აქედან იღებენ ღორს და ყრიან სანაპიროზე მდინარე არ შეიტანს ამ ფერ ქვეყანაში ვარ ბიჭო გაგიჟებასო და მე ეს კორუფციული ამბები აი მაგალითად მე მაქვს ლიცენზია მოკიდი შენ მე იგი ვიღაცას გადაასხვის და ბოლოს ისე წავიდა ოთო საქმე ბოლო წლებში რომ ლიცენზიის გაცემა საჭირო არ იყო გამიგე ლიცენზიის გაცემა საჭირო არ იყო ან საპრემიერი აწერდა ხელს როგორც მდინარე ნატანები მისა საოხრებო ანუ პირდაპირ ხო პირდაპირ ან რაღაცა მიმართვები და ყველაზე უარესი მდგომარეობა ის არის რომ ბოლო 2 წელია არც ადგილობრივი მერია არც არცეთი გარემოსდაცვითი ინსტანცია ინფორმაციას არ გვაწვდის. ესე იგი მე მდინარეზე რომ მივიდე და დავინახო იქ კარიერი ვისია, რამდენი ხნით მიეცა, მოპოვების გეგმა თუ აქვს, ამას მისი წესები აქვს, აი ამ ლიცენზიის პაკეტი მოყვება, იქ მოყვება რა. ანუ ეხა თქვენ ითხოვდით ამ ლიცენზიას და აღარ გაძლევთ. არანაირი ინფორმაცია. რომელ კომპანიას რა ლიცენზიას ფლობს ამ ინფორმაციას აღარ. ანუ საჯარო ინფორმაცია რეალურად თქვენ არ გაძლევთ. ფაქტურად ჩვენ ეკო აღმოჩნდა და ყველა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია დარწმუნებული არ აღმოჩნდა დიდი ესე ვთქვათ გაურკვევლობის და პრობლემის წინაშე რომ ჩვენ არანაირი საჯარო დაწესებულება არც მუნიციპალიტეტში არც ზემოთ არ გვაწვდიან ინფორმაციას ეს უკვე გრძელდება 2 წელია ასე რომ ფაქტიურად
როგორ უნდა მიხვდე, რა უნდა მიხვდე, საერთოდ რეაგირება არა გარემოს ზედამხედველობას. ნუ ეხლა მერების ამბავი გითხარით, ეხლა ეს ერთი მერი წავიდა მეხრეშეებთან, კაი ურთიერთობა ხო და მშვენივრად გაწყენ, მოვიდა ეხლა ეს მოდის მეორე, ესე ვთქვათ, ის კუნჭულია და ისლამ მეხრეშეების ოჯახიდანაა და ანუ ყველაზე დიდი თემა რა იცი, წინა წლებში მოსახლეობა იყო ჩვენ გვერდით, გარემოს დამცველების გვერდით, გასაჩივრება ჰქონდა ძალიან ხშირად, ჰქონდა გასაჩივრების მომენტები თუ ხესებზე, ეხლა ხესების თემა. ეხლა რას გასაჩივრებ თუ დოკუმენტებს არ გასწრებ ფაქტობრივად? არა, ხო, გასაჩივრებ. ეხლა უკვე მოსახლეობას რას უშვებიან, იცი, ან მოისყიდიან, ან დააშინებენ და ფაქტიურად მოსახლეობას ხმას არ იღებს და მით უმეტეს ეხლა, როდესაც რუსული კანონის შემდეგ და ფაქტიურად ესე ვთქვათ, ჩვენ როდესაც ვიღებდით დაფინანსებას ესე ვთქვათ დონორი ხო სტრატეგიული პარტნიორებისაგან რას ვაკეთებდით ხო მივდიოდით მოსახლეობას ვეხმარებოდით სამართლებრივად ვეხმარებოდით გარემოს დაცვითი საკითხებში ვეხმარებოდით ვცდილობდით რომ ანუ თქვენ ეკო რეალურად ადვოკატირებდა ვცდილობდით დინარეების ინტერესებს იცავდი სამართლებრივად ვიცავდით კამპანიებს ატარებთ როგორც მახსოვს როგორ არა მარტო ადვოკატირება არამედ ჩვენ და შემთხვევა რომ რამდენიმე უკანონო კომპანია შევაჩერეთ მდინარეებს ეს იყო მდინარე აჭისყალი ეს იყო მდინარე ბჟუჟი და დაუშვათ 58-დან ჩამოვიდა 28-ზე მე გეუბნებით კიდევ ერთხელ რომ მშენებლობას ამ გრანდიოზულ მშენებლობებს ჭირდება ქვაღორღი და მასალა და გზების დაგებისთვის ხო ანუ თქვენ არ ახლა მშენებლობის წინააღმდეგი უბრალოდ ითხოვთ რომ წესებით მოხდეს ეს ყველაფერი არც იმ ხესების წინააღმდეგი არ ვართ თუ ის ევროსტანდარტებით იქნება თუ ის კვლევები იქნება რა ისე როგორც საბიტკოინი როგორც ეხლა გომშია როგორც ეხლა სურებს უტევენ და ასე შემდეგ. მანდაც ჰქონდა პრეცედენტი, როდესაც ევროპული სტანდარტების იყო და რაღაცა, ესე თქვა და კვლევები ისე ჩატარდა და გრძელვადიანი იყო და მდინარეში წყალი დატოვენ. ესე თქვა. ხო, ანუ წარმატებული кейსი და მერე გამოჩდება, ოთარ, გამოჩდება ვიღაცა მაპატიეთ და ამ სიტყვაზე უტრაკო ყარაჩოღელი და გარემოს დამცველებს დაგვიწყებს მას დავას რომ ეს ხესი და ის ხესი ვერ შეაჩერეთ. თუ რამის თავი გაქვთ თქვენ გააკეთეთ. მე ჩვენ უკვე გვევედავებით, იმიტომ რომ როდესაც თემა იყო და როდესაც ერთიანობა იყო საჭირო, გვერდით არავინ არ დამიდგა. გამიგე? და შეაჩერე რა სამჭუაშვილი კი არა ვარ, კაცო, შევაჩერო. შენ როგორც ვიცი, თელი ეს აქტივობა პრინციპში ძირითადად მოხალისეობრივად აკეთებდი თავიდანვე, ეს რაღაცა ორგანიზაციაც, რომელიც შექმენი რა სტრატეგიული პარტნიორები ხო, დიდი პროექტები ჩვენ არ ქონია, მოხალისეობრივად სრულად მიმართული იყო. ეხლა მე რა შევჭირდა? მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და აქვე ეხლა კითხვა მინდა დაგისვა, რომ დღეს რა მდგომარეობაშია ეკო, მე კი ვიცი რომ შენ ეხლა როგორც ინდივიდი და როგორც აქტივისტი არ ეშვები თქვა ბრძოლას და აგრძელებ ამ შენ ბრძოლას ყველა ფლანგზე, მათ შორის თქვა ამ ფლანგზეც და ძირითად ფლანგზე ეხლა რაც გვჭირს ქვეყანაში. თუმცა მე მაინტერესებს ორგანიზაციულად რა პრობლემები შეგიქმნა შენ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების რეპრესიულმა კანონებმა და დღეს სად არის ეს ორგანიზაცია, თორე შენ რო აქტივისტი ხარ და აგრძელებ შენ საქმიანობას ეს ესე იგი ეკო არის ესე თქვა ვერ ვიტყოდი რომ მე ესე ვთქვათ ინდივიდუალურად ვეხმარები რა თქმა უნდა გარემოს დაცვის საკითხებში თუ კონსულტაციით თუ საჩივრებით თუ რჩევებით ვეხმარები რა თქმა უნდა გარკვეულ სოფლებს სადაც გარემოს დაცვითი პრობლემებზე ესე ვთქვათ მომართავენ ჩემ სოფელში იყო მაგალითად ცემენტის საწარმოით დაიხურა იქ რაღაც სურებში ხესების თემა თუ რაღაცა მე ვეხმარები კონსულტაციით მაგრამ მე ვერ ვქირავ ექსპერტს ვერ ვქირავ რომელიც მე ხო არა ვარ ეხა ყველაფრის ექსპერტია ვერ ვქირავ გეოლოგს ვერ ვქირავ ექსპერტს ესა ასევე ფაქტიურად ქართულ საქმეს ვაკეთებდი, აბა არ ვაკეთებდი საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწეოდი თუ სკოლები იყო, თუ ახალგაზრდები იყო, თუ სოფელში იყო, დავდიოდი. ძალიან საინტერესო მომენტია. ანუ შენ ერთის მხრივ რომ ხალხს ეხმარებოდი, მეორეს მხრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს განათლებაშიც აქტიურად იყავი ჩართული, ეხ როგორც მასწავლებელი და თან როგორც თქვათ ეკოაქტივისტი. ყველაზე რთული პრობლემა იყო საჯარო განხილვებში. ფაქტიურად უყურე როგორი რაღაცა გარიგებას გააკეთეს მთავრობა რომელიმე კომპანიასთან მოსახლეობამ სოფელმა არაფერი არ იცის უცებ ბრაღდა სოფელში ისა შეკრებას ხესი უნდა ააშენოდო წარმოდგენა არა აქვს მოსახლეობას ამქეს როგორია ეს პროექტი შესწავლილი როგორი პროექტია რა მავნებლობა შეიძლება მოუტანოს ან რა სარგებლობა შეიძლება ან სოციალური პროგრამები აქვს თუ არა არაფერი არ იცი ხო და ის რომ ეს მივიტანო მოსახლეობამდე მე ამ მოსახლეობასთან მივდიოდი იქ საწვავი იყო საჭირო მივდიოდი ექსპერტებთან ერთად ვრცელდებოდა ინფორმაცია ხომ მედია საშუალებების დახმარებით თუ ისე ამას
ყველაფერს ჭირდებოდა რაღაც გარკვეული ფინანსი და ის პარტნიორი რესურსები, ხო? რესურსები, ქართულ საქმეს არ ვაკეთებდი. ესე იგი, ვცდილობდი რომ დღეს ამ რეპრესიულმა კანონებმა შეგიქმნა ის სიტუაცია, რომ ამას ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ხო, ანუ იმიტომ რომ რესურსების მოპოვება პრინციპში უკვე პლუს ამას, ესე იგი გვეძახიან აგენტებს, რუსეთის აგენტები, მაშინ როდესაც მე მქონდა საშუალება რომ მაგათმა ვის უნდა დაუძახო რუსეთის აგენტები, რუსეთის, ესე იგი გორის საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა რომ რუსული ჯარი იყო 2000 წელს შემოსული გორშიო მიხარიაო და ისინი იყვნენ მშვიდობის ყოფილებიო. აი ესეთ ადამიანებს ყველაზე მთავარი რა, კანონები შეცვალეს, ოთარ. ესე იგი 20 კილომეტრიან ზოლში ზღვიდან არ შეიძლება ქვაღორღის მოპოვება. შეცვალეს კანონი ერკვირეში, გახარიას დროს, გახარია იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი იქ მდინარე ნატანებზე. არ დატოვეს დაცული ტერიტორიები იცი ხა ბალდის კანიონზე 40 წლით მისცეს ვიღაცას. საირმის ტყე 14000 ჰექტარი 50 წლით ეგეთა მოტორს ის ყოფილი პარლამენტარს. მერე ერთი ოჯახის წევრი გარემოს დაცვის მინისტრია მეორეს 5 ჰესი აქვს ცხენის წყალზე ანუ კორუფცია შეჭამეს მთელი ქვეყანა გაყიდულია ყველა ტყე გაყიდულია ყველა მდინარე აბსოლუტურად ყველა მიწა გამოგოჯი გაყიდულია სადაც სარგებელია და კორუფციის ჭაობი და ამაში ვეხმარებოდით ჩვენ და ეხმარება დღესაც მოსახლეობა მადლობა ესა მთის ამბები რომ არსებობს და ისეთ ინფორმაციებს და ისეთ გამოძიებებს აკეთებთ ამაში ვეხმარებოდით გომელებს და შემოქმედლებს რო უთხარი იგინე ბომბს გიშენებს პარლუს ჯგუფი მეთქი საბიტკოინეთ მთელ 9 კილომეტრზე დააშობენ მდინარეს კვლევა არ ქონდათ ხალხს ამ უნამუსო ხალხს თხოვდი რომ გამოიკულიეთ წყალი დატოვეთ შემოდიან ფულით შემოდიან დაშინებით გარემოს დამცველების შანტაჟით და ანუ ფაქტიურად ამას არ არის ეს ქართული საქმე რომ დაალაგებულიყო რომ დინარე იქნება თუ ტყე იქნება თუ რამე რესურსი იქნება ყველა მისარგებლოს ამ ქვეყანაში აბა როგორც შვეიცარიაშია ნორვეგიაშია ბიჭო რა იქნება ერთეულები ჭამს და ჩემი საცოდავი მოსახლეობა არის გაღარიბებული აოხრებული ხანწყალი მდინარე შეუვარდება იჩაკეტილი ის შემოღობილი ყველაფერი შემოღობილია ზუსტად ამიტომ არ უნდათ განვითარებული ქვეყანა იმიტომ რომ ესენი ქაოსში ეს ას ეგრეთ წოდებული ელიტა რომელიც აზის ამ ქვეყნის დოვლას და გახრა მართლა მთელი ქვეყანა და ბიუჯეტი ამავდროულად. იმიტომ არ უნდა წესრიგი რომ წესრიგში ესეთი ადამიანები ვერ იშოვიან ფულს, ხო? ეს ადამიანები არიან ორიენტირებული მხოლოდ მოპარვაზე, მხოლოდ წაგლეჯვაზე, მხოლოდ რაღაცა არიან წაგლეჯვაზე. ის ინსტანციები ინაწილებენ რა. ეს არის რომ აქ მნიშვნელოვანი როლი ისიც იყო ალბათ ეკოსი რომ მოქალაქეებს ამ ყველაფერს რო აჩვენებდი, იმიტომ რომ დღეს 40 ისა უმრავლესობა ამ ქვეყნის გაჭირვებულია, ხო, სოციალურ დაუცველები იზრდება ყოველწლიურად. ეს ადამიანები, ეს რაღაც მცირე ჯგუფი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და მათი კლანები ყოველდღე მდიდრდება და დანარჩენი მოსახლეობა ყოველდღე ღარიბდება და იმიტომ თქვათ იმიტომ უნდა ჩვენი გაჩვენება რომ ზუსტად ამ ადამიანებს რომელიც ყოველდღე ღარიბდებიან რომ სიმართლეს რომ ვეუნებით ამის დამალვა უნდა ზუსტად ეგ არის მიზანი ამისა რომ ჩვენზე არის შეტევა განხორციელებული და იმ საირმის დღეში იმ სოფლის მოსახლეობა ყველა სისხლის სამართლის დანაშაულზე გაუშვეს გაგიჟდები ესე იგი წარმოუდგენელი კორუფცია და რატომ არ უნდა ისარგებლოს ყველამ საქართველოს მოსახლეობის ყველა აი ხო შეიძლება რომ რაღაცა გრანდიოზული პროექტები განხორციელდეს რეგიონში გურია იქნება იმერეთი იქნება და სარგებელი დაეთყოს ეთყობა რამე აი გეუბნები თუნდაც ჭიათურას მანგანუ დაანგრიეს სოფლები ოცნების ელიტა ანუ როდესაც ამხელა წიაღისეულ დავშვათ რაღაცა რესურსი გაქვს ეს იმ რეგიონს კუთხეს ხომ უნდა დაეთყოს ამისთვის ვიბრძოდით ამას ვეუბნებოდით მოსახლეობას რომ შენ კონსტიტუციით გააქვს უფლება დაიცვა ის გარემო რომელ გარემოში ცხოვრობ მე ვასწავლიდით რომ არ უნდა დაანაგვიანო ნუ ეხა ბავშვებს ძირითადად და სკოლის მოსწავლეებს ესე თქვათ გარემოს დაცვით აქტიობებში და უხსნიდით ყველაფერს რომ ეს თაობა მაინც გაიზარდოს იმაზე უკეთესი ვიდრე წინა თაობებია სადაც ვაიმე კი დამიზიანა კი წამთვა მიწამარა ყანა და იზმარა მეშინია ეგერ ჩემშვილი ჩემი კი აშინებდნენ მოსახლეობას დღესაც აშინებენ და იმისთვის რომ ჩვენ არ დაგვიდგეს მოსახლეობა 1000 შაო ესე ხო სუსი მუშაობს იმაზე რომ ვერ გადამიგდოს იჩგარეჯი ხამაზე მეცრას გამაშავებენ ბაჟობიდან გავი ხო რა ასეთი თემებია და ფაქტიურად აი ამ რუსული კანონებით
როგორიცაა ეკო, როგორიცაა ნებისმიერი გარემოს დაცვითი ადამიანი, ჩვენ მარტო გარემოს დაცვა ადამიანის უფლებებს ვიცოდით. ადამიანს 600 მეტრი მიწა გაქრა, ვერ ნახა მიშველი, ირმაო. ხო და უამრავი საჩივარი, ხალხს უყურე როგორი რაღაცა ტყის მასივებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად აფორმებენ, აძლევენ მერე მეჰესებს, ისინი იმას ჭრიან, იმას ცალკე ღიდიან, ჰესებს იგი და ბიტკოინი მიდის გუგუნი და მერე იმ ელექტროენერგიას ჩვენ ვყიდულობთ ყველა ვინმე არ მოათხოვს რომ ენერგოეფექტურობა, მაგენის ეფექტურობა მეისპო, ხო და წილში ასაგრებულო მერია, ბახმაროში უკანონო მშენებლობები და ენაგნება ჯოღატაურის მე ბიტკოინზე ცუდი გამოცდილება აქვს და ხო, ანუ თემა არის ის რომ არ გაძღა ხალხ ვაგენის მუცელი არ გაძღადა ეიღავით რა იყო მაინც მიდიოდა აგეს ხაზავენ და ნუ მაგრამ მოგე ჩვენსაც ვაგრძელებთ ესე თქვა მოხალისეობრივ შეჯამებისკენ როცა მოხალისეობრივ გაკეთებ დღეს ანუ შენ როგორც ინდივიდი ვისაც დავჭირდები რომელი სოფელი შემაწუხებს რომელი გუნდი შემაწუხებს რომ აი ირმა გჭირდები ან კონსულტაცია გაგვიწია ან გვერდით დაგვიდექი ან რაღაცა მართალია მე აქეთ აქტიობაში ჩავერთე ძალიან აქტიურად მაგრამ ვინმე არ იფიქროს რომ აი ესე შიშველი ხელები როგორც დავიწყე ისე ბოლომდე ვეცდები რომ ოღონდ რა მივხვდიოთ იცი მე ვებრძოდი შენაკადების გაწმენდას მღრიე შენაკადების და მდინარე იმღრევა სათავეში ამიტომ ჩემი მიზანია რომ სათავე გავწმინდო ეს ქვეყანა გავწმინდო კორუმპირებული მუქდამჭალა არასწორად დაშენებული სათავე და მე დალაგდება და იმ პოლიტიკურ პარტიას დაუდგები მე ირმა გორდელაძე ჩემი რესურსებით გვერდით და ის თავის დროზე რომელიც გარემოს დაცვით საკითხებს იმიტომ რომ ისეთი გამოწვევები გვაქვს ხალხნო ანუ ოპტიმისტურად რომ დავასრულოთ ეხა ეს გადაცემა ესე შევაჯამებ და თუ არ სწორი ის მითხარი რა რომ შენ ესე იგი როგორც კი თქვა და მე ღრმად მწამს იმისა რომ ამ რუსულ ხელისუფლებას ჩვენ მოვიშორებთ და ამ ბრძოლაში ეს ქვეყანა გაიმარჯვებს ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში ისევ გარემოს დაცვით აქტივისტად ხედავ შენ თავს ხო როგორც გიყვართ ტრაქტორი ხუა ირმა მუა ხალხო მუა ხო ანუ მანდხება მანქანი თუ რა ფეხით მუა მანდავა მადლობა ირმა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის როგორც ყოველთვის საინტერესოა შენთან საუბარი და ეს ეხა ძალიან მოკლე ისა გვაქვს ქრონომეტრაჟი და თეოსემის საქმიანობას რომელიც შენ გასწია ამ წლების განმავლობაში ეხა ვერ ჩავატევი თუმცა იმედი მაქვს რომ კიდევ მესტუმრები მე პოდკასტში მადლობა